იცოდი, რომ Joy Division-მა თავის თავდაპირველი სახელი David Bowie-ის სიმღერის გამო დაირქვა. სანამ ბენდს Joy Division-ი ერქმეოდა, მანამ ვარშავა ერქვა David Bowie-ის მომნუცხელი ტრეკის გამო. ალბომიდან Low. რაც სრულიად გასაგებია, რადგან Low თანამედროვე მუსიკის ფორმა შეცვალა. 16 წელს ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა არჩილმა YouTube-ის ლინკი გამომიგზავნა და მთხოვა, რომ სრულად მომესმინა. პირველივე ტრეკი უკვე დაწყებულ კონცერტზე შევარდნას გავდა. ნაცნობი ინსტრუმენტების, უცნაური ელექტრონული ხმები, ექოები, აი სრული კაკაფონია. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ თურმე ჩემ პირველ ალბომს უსმენდი. 1976 წელს ლოს-ანჯელესში თეთრი ფხვნილით, პარანოიდ და სულიერ სერიალით გადამწვარი David Bowie ევროპაში გაიქცა. და დასავლეთ ბერლინში თავის მეგობარ Iggy Pop-თან ერთად დასახლდა, სადაც თავიდან დაიბადა. ეს იყო ახალი Bowie, glam rock პერსონების, Ziggy Stardust-ის და Thin White Duke-ის კოსტუმების და ნიყვების გარეშე. პროდიუსერ Tony Visconti-სთან და Brian Eno-სთან ერთად David Bowie-მ თავის დაუწერელი კანონები დაარქვია. ისინი R&B-დან უფრო noise და Kraftwerk-ის ეფექტურ, მინიმალისტურ და ზუსტ სტილზე გადავიდნენ. Bowie-ის შემოქმედება ამიერიდან პერფორმანსზე მეტად უფრო მუსიკასთან თანაარსებობას, იმ მომენტში ყოფნას მიეძღვნებოდა. შედეგად მივიღეთ Side A, ემოციური, ნერვიული, ფრაგმენტული pop ექსპერიმენტების მხარე, Be My Wife, Always Crashing in the Same Car და Sound and Vision, რომელიც დღემდე ჩემი საყვარელი Bowie-ის ტრეკია. და Side B, ხანგრძლივი, დამზაფრული უსიტყვო ინსტრუმენტალების მხარე. ვარშავა, Subterraneans და Art Decade ambient ტრეკებია. ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ Eno ambient ჟანრად ჩამოაყალიბებდა. Low პირველი იყო იმ სამეულიდან, რომელსაც შემდეგ ბერლინის ტრილოგია ეწოდა. მას მოჰყვა Heroes და ბოლოს Floger. Label RCA David Bowie-ს დაჟინებით თხოვდა, რომ რამე უფრო კომერციული ჩაეწერა. თუმცა მან თავის თავს არ უღალატა და იმდენი ქრა, რომ Joy Division-ის, Talking Heads-ის, Depeche Mode-ის, Radiohead-ის და Nine Inch Nails-ის ინსპირაცია გახდა. Beatles-მა თავის დროზე Sgt. Pepper-ით აჩვენა, რომ პოპი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელოვნება. ხოლო Bowie-მ Low-ი აჩვენა, რომ ხელოვნება შეიძლება ყოფილიყო პოპი. Low-ი Bowie-მ, Eno-მ და Visconti-მ შექმნეს ის, რაც შემდეგ post-punks, ambients და ალტერნატივის დიდ წილს დაედო საფუძვლად. მეც Low-მ დამაწყებინა ალბომების მოსმენა და გამართლა, იმიტომ რომ ამდენი კოლაბორაცია და ისეთ მრავალფეროვანი არტისტი როგორც David Bowie-ა ძალიან ბევრი ახალი მუსიკისგან გიხსნის გარს. რას ფიქრობ Low-ზე და შენ რომელ ალბომს მოვსვინე პირველად თავიდან ბოლომდე? დამიტოვე კომენტარებში და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.